ასე გამოიყურება სტრატეგიული კავშირი ერთ კადრად, თუმცა წლებში იგი გაცილებით მეტს ითვლის. პარტნიორებით თავდაცვაში, ვაჭრობაში, ახლა უკვე ტექნოლოგიებშიც. ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებენ. ჩეკერსში ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის აგარაკზე დონალდ ტრამპთან ერთად ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო დატვირთვის ბირთვული ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ დიდ ბრიტანეთში ჩასულ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად მრავლად იყვნენ Microsoft-ის, OpenAI-ის, Google-ისა და სხვა კორპორაციების ლიდერებიც. ამ ისტორიული ინვესტიციის ღირებულება 42 მილიარდი დოლარია, 31 მილიარდი გირვანკა სტერლინგი. ამბიცია მაღალია. ანგლო-ამერიკულ ერთობას სურს ტექნოლოგიურ ეპოქაში დომინანტის როლი დაიკავოს და ამ მხრივ მეტოქეები უკან ჩამოიტოვოს. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი შეუფასებელია. დღეს კი იგი კიდევ უფრო გაძლიერდა. ეს გაუტეხელი კავშირია. მადლობა პრემიერ-მინისტრს ამ შეთანხმებისთვის. მან მართლაც ბევრი იმუშავა. ანგლო-ამერიკულ ალიანსში ინვესტიცია მნიშვნელოვანია. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი გადავდგით ტექნოლოგიურ სექტორში. ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიცია ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებს დაგვეხმარება ხელოვნური ინტელექტის მომავალში დომინირებისთვის. იგივე ეხება ენერგეტიკას. ჩვენ ერთად დიდ ბიზნესს ვაკეთებთ. დიდი ბრიტანეთი იყო პირველი, ვისთანაც სავაჭრო გარიგება დავდეთ, რის შედეგადაც მილიონობით ამერიკელი შეძლებს დიდ ბრიტანეთში საკუთარი პროდუქციის გაყიდვას. თქვენ ყოველთვის იქნებით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყველაზე ძლიერი, ახლო და ყველაზე სანდო ბიზნეს პარტნიორი. ომსა და მშვიდობაში ერთად დგომა საფუძველია ჩვენი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის. ეს ყველაფერი კი დგას ურთიერთპატივისცემაზე და უნიკალურ ურთიერთობაზე იქნება ეს თავდაცვა, ჩვენს ხალხს შორის კავშირები, ბიზნესი თუ სხვა. დღეს გარდამტეხ და რეკორდულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს. ეს უდიდესი საინვესტიციო პაკეტია დიდი ბრიტანეთის ისტორიაში და მადლობა თქვენი მონაწილეობისთვის მასში. ესაა ათასობით დასაქმებული ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ბრიტანულ იდეებთან შერწყმული ამერიკული ენტერპრენერული სული, რომელიც განსაზღვრულია იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ ამ ახალ ერაში. ერთად, ერთიანი ღირებულებებისთვის და შევეჭიდოთ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიას სჭირდება ენერგია, ასე რომ ამ რევოლუციის გასამყარებლად ვდებთ ახალ შეთანხმებას სამოქალაქო დატვირთვის ბირთვული ენერგიის მიმართულებით. გენერირებული ენერგია მოემსახურება მილიონობით სახლსა და ბიზნესს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს. ორმხრივ ურთიერთობებს ვაშინგტონშიც ისე აღმატებულად აფასებენ, როგორც ლონდონში. ამის მაგალითი იყო უინძორის სასახლეში გამართული საზეიმო მიღება, რომელიც ამერიკელ სტუმრებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის მილანია ტრამპს მიეძღვნა. უფრო მეტად კი მიეძღვნა ორი ქვეყნის ისტორიულ ძმობას, იმ მემკვიდრეობას, რაც მათ ერთმანეთს და მსოფლიოს გაუზიარეს. დიდი ბრიტანეთის მეფე და დედოფალი, უელსის პრინცი და პრინცესა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრები, მინისტრები და მდივნები, ერთ სუფრასთან ისტორიული მეგობრობის სადღეგრძელოს სვამდნენ. ეს უნიკალური და მნიშვნელოვანი შემთხვევა ასახავს გამძლე კავშირს ჩვენს ერებს შორის და უძღვება ღრმა მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის. ეს ურთიერთობები სწორად ფასდებოდა განსაკუთრებულად ჩვენი წინაპრების მიერ და მან გაგუხადა უფრო ძლიერები და უსაფრთხო თაობების განმავლობაში. ადამიანებმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირეს იმ იდეებს, რომელსაც ძვირფასს ვეძახით. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ენა და საერთო მემკვიდრეობა. ორი მსოფლიო ომი ერთად ვიბრძოლეთ, რომ დაგვემარცხებინა ტირანია. დღეს, როდესაც ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად. რათა შევაჭიროთ აგრესია და დავიცვათ მშვიდობა. ჩვენი ქვეყნები ერთად მუშაობენ მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელთაგანაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბატონო პრეზიდენტო თქვენი პირადი ერთგულება. იპოვოთ გადაწყვეტილებები მსოფლიოს ყველაზე რთული კონფლიქტების გადაჭრისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. აქ ყოფნა ნამდვილადაა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივი. დიდ პატივისცემას გამოვხატავ თქვენი და თქვენი ქვეყნის მიმართ. ამ სამეფომ დაამარცხა ნაპოლეონი, საფუძველი დაუდო ინდუსტრიულ რევოლუციას, გაანადგურა მონობა და დაიცვა ცივილიზაცია ფაშიზმისა და კომუნიზმის უბნელეს დღეებში. ამ სამეფოს სამართლებრივი, ინტელექტუალური, კულტურული და პოლიტიკური ტრადიციები კაცობრიობის უმაღლეს მიღწევებს შორისაა. მსგავსი არასდროს არავის შეუქმნია. ბრიტანეთის იმპერიამ საფუძველი დაუდო კანონის უზენაესობას, თავისუფლებას, თავისუფალ სიტყვას, ინდივიდუალურ უფლებებს ყველგან, სადაც მისი დროშა აფრიალდა, მათ შორის ადგილას სახელად ამერიკა. ჩვენ ვართ ორი ნოტი ერთ აკორდში და ორი სტროფი ერთ პოემაში, ორივე თავისებურად ლამაზი, თუმცა ერთად გასაჟღერებელი.
ჩვენი კავშირი შეუცვლელი და გაუტეხავია. ერთად მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენ კაცობრიობისთვის უფრო მეტი სიკეთე გაგვიკეთებია, ვიდრე რომელიმე ორ ქვეყანას. ერთად უნდა დავიცვათ ის განსაკუთრებული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქცევს იმად, ვინც ვართ. სამებო ოჯახისგან განსხვავებით პროტესტით დახვდა ტრამპს ლონდონელების ნაწილი, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკით, მრავალფეროვნების, მიგრაციის, პალესტინისა თუ სხვა საკითხებთან მიმართებით. მათ ლონდონის ცენტრში საპროტესტო აქცია მოაწყვეს და დონალდ ტრამპს სექსუალურ ტრაფიკინგში დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობაც შეახსენეს. თუმცა იყვნენ ისეთები, რომლებმაც დონალდ ტრამპის დასანახად უინძორის სასახლის წინ საათობით დგომა არჩია, რათა მისი პოლიტიკური ხედვებისთვის მხარდაჭერა გამოეთქვა. მე აქ ვარ, რომ მხარდაჭერა გამოვუთქვა პრეზიდენტ ტრამპს, ის იბრძვის ხალხისთვის, უმკლავდება დაბრკოლებებს, აწესრიგებს იმ არეულობას, რაც ამდენი წლის განმავლობაში შტატებში დაგროვდა. ის კარგ საქმეს აკეთებს, მათ შორის აკეთებს მაქსიმუმს, საერთაშორისო დონეზეც. ბევრ ადამიანს სჭირდება მისი დახმარება. არ მომწონს ის ფაქტი, რომ აქ ჩამოსვლის უფლება მივეცით. ჩვენ მილიონობით ფუნტს ვხარჯავთ მის უსაფრთხოებაზე. კითხვა მაქვს, რატომ? რა სარგებელი მოაქვს ამას? ჩვენ არ გვჭირდება არანაირი სავაჭრო გარიგება. გულწრფელად გითხრათ, ამ ყველაფერმა პატივისცემა დამაკარგვინეს სტარმერის მიმართაც. ვფიქრობ, უფრო მტკიცედ უნდა დამდგარიყო. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის რჩება საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელია. მხარეები ვერ თანხმდებიან პალესტინის აღიარების ირგვლივ. დიდ ბრიტანეთს სხვა ვალდებულებები აკავშირებს პალესტინელ ხალხთან, ამერიკას კი ისრაელელებთან. უკრაინასთან დაკავშირებით კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეტად არაპროგნოზირებადია, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ლიდერი, რომელიც საფრანგეთთან ერთად მსურველთა კოალიციას უდგას სათავეში. ეს ყველაფერი არაა, თუმცა ამაზე მაღლა ორი ქვეყნის დედაქალაქებში ერთმანეთთან ისტორიულ მეგობრობას აყენებენ. მეგობრები სამუდამოდ. ასე შეაფასა დონალდ ტრამპმა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის კავშირი.